თქვენ ახსენეთ ნეიტრალიტეტი და თავდაუსხმელობის პაქტი. ეს ორი სხვადასხვა რაღაცა იყო. საქართველოს თვითონ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი 20-იან წლებში. შემდეგ ურატაძე კარახანის ხელშეკრულება იყო თავდაუსხმელობაზე. ანუ ეს ორი სხვადასხვა რაღაცა. არც ერთმა და არც მეორემ საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადაარჩინა. ვინაიდან? ხო, არ იმუშავა, იმიტომ რომ ვერ იმუშავა. რუსეთთან ურთიერთობების დათბობა ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს არარეალიზებადია, სანამ დღეს რუსეთი არის ისეთი და ისევ აქვს იმპერიული ოცნებები. ჩვენ რუსეთთან ამ წუთას თუ გვინდა კარგი ურთიერთობა, აუცილებლად და სასწრაფოდ და მთელი ენერგიით უნდა შევიდეთ დასავლური თავისუფალი ოჯახების, თავისუფალი ქვეყნების დიდ ოჯახში. ეს იქნება ნატო და ევროკავშირი. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, იმიტომ რომ რუსეთთან კაი ურთიერთობა მხოლოდ აქვთ მათ, ვისაც რუსეთი დღეს ვერაფერს ვერ უშავებს. პრიბალტიკის ქვეყნებს, ძალიან გვინდა ამასთან დაკავშირებით იმათაც კი არა აქვს კარგი ურთიერთობა, ბოდიში. კარგი ურთიერთობები იმათაც კი არა აქვს, ვინც ნატოში არიან და ვიზეც ვრცელდება ეს მეხუთე მუხლი ნატოს კოლექტიური თავდაცვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთი მათ ვერ უკეთებს იმას, რასაც უკეთებს სუსტ მეზობლებს. ამ წუთას ჩვენ და არა მხოლოდ 3 მილიონი საქართველოს, 45 მილიონიან უკრაინას. და ვინც ლაპარაკობს პოლიტიკის კრახზე, ამაზე კომენტარს სერიოზულად ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არანაირი ჯერტი კრახი არ არის ეს. გამოჩნდა რომ ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ვატარებდით, იყო სწორი და ის რომ საქართველოს იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის გაღიზიანების ბჭყალებში ფაქტორი იყო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რაღაცა და ეხლა ახალი ხელისუფლებაც ამას მიხვდა და დაიწყეს საგარეო პოლიტიკაში ამ ფაქტორის ისევ წამოწევა, იმიტომ რომ ჩვენ წელიწად ნახევარია შედეგის თვალსაზრისით რითი იყო ეს შედეგი ეს პროცესია, ეს შედეგი შეიძლება დავდგეს 20 წლის მერე, არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ არ აგვაქვს უფლება რომ ამ წუთას რამე დავთმოთ, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის როგორ გითხრათ, უზენაესი ღირებულება, რომლის კითხვის ქვეშ დაყენების უფლება არც ერთ დროებით პოლიტიკურ ძალას არ აქვს და ყველა პოლიტიკურ ძალა დროებითია. იმის ჩათვლით, რომელსაც ჩვენ ყველა ვეკუთვნით. ამიტომ არც ერთი გოჯი მიწის დათმობა არ შეიძლება, სულ რომ საჭირო იყოს ამაზე საუკუნეები ლოდინი. ადრე თუ გვიან ჩვენ გვექნება მთლიანი საქართველო. და თავდაცვის ჩემი აზრით, რუსეთისგან თავდაცვის ფორმულა ყველაზე კარგი არის რუსეთისადმი ძალიან პრინციპული და ძალიან მტკიცე წინააღმდეგობის გაწევაში. ისევ დასავლეთის დახმარებით. მადლობა.